ბათუმის არქიტექტურულ ისტორიაში ახალი თავი დაიწყო. იტალიური პრემიუმ ბრენდი ტონინო ლამბორგინი და ქართული დეველოპერული კომპანია FK Development ერთობლივად ახორციელებენ პროექტს, რომელიც არა მხოლოდ ინვესტიცია, არამედ მაღალი კლასის ესთეტიკის ახალი ეტაპი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. ბრენდის დამფუძნებელი ბატონი ტონინო ლამბორგინი პირადად ესტუმრა ბათუმს, მე მხვდა პატივი, რომ მეც იქ ყოფილიყავი და იქ უკვე ამ შეხვედრაზე ოფიციალურად გაფორმდა პარტნიორობა. ტონინო ლამბორგინი Tower ბათუმი არქიტექტურული მანიფესტი, რომელიც აერთიანებს იტალიურ დიზაინს, ქართულ ხედვასა და თანამედროვე ინოვაციებს. ნახოთ ახლა გვანცა ფირცხელაურის სიუჟეტი და შემდეგ უკვე დავბრუნდეთ და ვისაუბროთ ამ თემაზე. ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე, ახალი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის პროექტი იწყება. იტალიური პრემიუმ ბრენდი ტონინო ლამბორგინი და ქართული დეველოპერული კომპანია FK Development ოფიციალური პარტნიორები გახდნენ, რაც ნიშნავს ახალი ეტაპის დასაწყისს ქართული დეველოპმენტის სფეროში, სადაც იტალიური დიზაინი და ქართული ხედვა უნიკალურ არქიტექტურულ კონცეფციაში ერთიანდება. კუნძულის შექმნის იდეა არ იყო უბრალოდ საკმაოდ ინოვაციური გამოწვევა იყო, მაგრამ დღეს უკვე ის განხორციელების ეტაპზე არის. კუნძულის 50%-ზე მეტი უკვე შევსებულია. ეხლა უკვე ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე და ვიწყებთ პირველი მაღლივი შენობის მშენებლობას და ამიტომ მე გადავწყვიტე შემომეყვანა გლობალური ცნობადობის ბრენდი და ჩემი არჩევანი შეჭერდა ტონინო ლამბორგინზე. პარტნიორობის ხელმოწერა რამდენიმე თვის წინ იტალიის ქალაქ ბოლონაში გაიმართა. FK Development-ის დელეგაციამ და ტონინო ლამბორგინის გუნდმა შეთანხმებით დაადასტურეს ერთობლივი ხედვა, რომელიც მიზნად ისახავს პრემიუმ არქიტექტურისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას საქართველოში. ბრენდის სახელის ოფიციალური გამოცხადება 31 ოქტომბერს ბათუმში საზეიმო ღონისძიებაზე შედგა. საღამოს ესწრებოდა თავად ტონინო ლამბორგინი, რომელმაც FK Development-ის წარმომადგენლებთან ერთად ახალი პროექტი ტონინო ლამბორგინი Tower ბათუმი წარმოადგინა. მართალია მე მსოფლიოს მასშტაბით ბევრ ქვეყანაში მაქვს საკუთარი პროექტები, თუმცა საქართველოს შესახებ არაფერი ვიცოდი. იქამდე ვიდრე ერთი შესანიშნავი ადამიანი არ გავიცანი, რომელმაც თავის ქვეყანაზე მიამბო. სწორედ ამის შემდეგ დავინტერესდი და აღმოვაჩინე ულამაზესი ქვეყანა და ქალაქი ბათუმი, რომელიც ნამდვილად პატარა დუბაის მახსენებს. ჩემთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო. ამიტომ დიდი სიამოვნებით დავთანხმდი ინიციატივას, რომელიც მინდა დიდი ენთუზიაზმით განვახორციელო სწორედ აქ, საქართველოში. მსოფლიოში არის მხოლოდ 4 ტაუერი ტონინო ლამბორგინი, ერთი არის მაიამში, ერთი არის დუბაიში, ერთი არის სან-პაულოში, ჩინეთში, ჩემთვის და მეხუთე იქნება ჩვენთან. უნიკალური ბრენდია, ადვილი არ იყო მათი დარწმუნება, მაგრამ ჩვენ შევძელით, მოეწონათ პროექტი. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი არქიტექტურა ყოფილიყო გარკვეულწილად ხელოვნებისა და ინჟინერიის სინთეზი. ტონინო ლამბორგინი Tower ბათუმი გამოირჩევა პრემიუმ მასალებით, თანამედროვე ტექნოლოგიებით და იტალიაში შექმნილი ავეჯით, რომელიც თავად ბრენდის დიზაინის სტანდარტების შესაბამისად იქმნება. პროექტის მიზანია ინვესტორებს შესთავაზოს არა მხოლოდ უძრავი ქონება, არამედ უნიკალური გამოცდილება, იტალიური ცხოვრების სტილის და დიზაინის კულტურის ნაწილი. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ბრენდის ფილოსოფიის გლობალურად გადატანა. ისეთ პარტნიორებთან ერთად, ვინც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, ხარისხი, ინოვაცია და სტილი. FK Development-თან კოლაბორაცია და ტონინო ლამბორგინი Tower ბათუმი სწორედ ამ მისიის გაგრძელებაა. იტალიური ცხოვრების სტილის ახალი თავის გახსნა საქართველოში. ტონინო ლამბორგინი Tower ბათუმი საერთაშორისო დონის კოლაბორაციაა, რომელიც აერთიანებს იტალიურ ესთეტიკას, ქართულ არქიტექტურულ ხედვას და თანამედროვე ინოვაციებს. პროექტი უკვე პოზიციონირდება როგორც რეგიონში პირველი საკოლექციო ტიპის პრემიუმ უძრავი ქონება, რომელიც იტალიური ბრენდის სახელით იქმნება.
ნახეთ ძალიან მომხიბვლელი სიუჟეტი და რეპორტაჟი ეკო გიხილეთ შენს და ახლა უკვე საუბარი უნდა განვაგრძელოთ ჩვენ სტუმართან რომელიც სტუდიაში უკვე შემოგვიერთდა და ის გახლავთ პროექტის ავტორი და FK Development-ის დამფუძნებელი ბატონი ფრიდონ ქათამაძე და უფრო დეტალურად თქვენგან უნდა დავიწყოთ თუ თქვენგან უნდა გავიგოთ თუ როგორ დაიწყო თავად ეს ამბავი და აი ეს ფილოსოფია რაც აქვს Lamborghini-ის მარადიული ელეგანტურობა აი როგორ მოხდა ამ ფილოსოფიის გადმოტანა ბათუმში და ხო, აი ეს პირველი კითხვა აი მარიკას შევუერთდები მეც რაღაცნაირად იტალიური დიზაინი, ხო? რაღაცა სხვა დახვეწილობა აქვს, თქვათ იგივე ინტერიერი იქნება, მანქანები იქნება, Lamborghini გინდა, ჩვენ ნახეთ სიუჟეტი ტონინო Lamborghini-ზე, რომელიც არის ბატონი Lamborghini-ის შვილი. Ferruccio Lamborghini-ის შვილი. Ferruccio Lamborghini-ის, რომელიც არის დამფუძნებელი, ასე ვთქვათ, იმ ცნობილი მანქანების ბრენდისა და უკვე ქართული, ესე იგი, დეველოპერული კომპანია. აი, როგორ მოხდა პირველად თქვენი თანამშრომლობა, საიდან წამოვიდა იდეა და ასე შემდეგ? მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ეხლა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გითხრა, რომ გაიზიარა ჩვენი დღესასწაული და ფანტასტიკური. პირიქით მადლობა. წაიყვანი ჩვენი გალასაღამო. სამენაზე გამომივიდა ბოლოს. იტალიური და მესამე სწორედაც მაგაზე მინდა ვთქვა, რომ ტონინო მერე მეკითხებოდა, აი თქვენთან ყველა წამყვანი ესეთი ლამაზია და თან იტალიურად საუბრობსო. როგორც წესი ასეა ხო ალბათ ეთქოდით დარწმუნებული ხოლოდ გვყავს ეგეთი მეთქი. კი ბატონო. დიახ, რაც შეეხება ჩვენს თანამშრომლობას, როგორც მოგეხსენებათ, ხელოვნური კუნძულის შექმნის იდეა საკმაოდ ინოვაციური გამოწვევა იყო. ეხლა ჩვენ უკვე გადავდივართ ახალ ეტაპზე და ვიწყებთ პირველი მაღლივი შენობის მშენებლობას და მინდოდა შემომეყვანა გამორჩეული გლობალური ცნობადობის ბრენდი და რამოდენიმე lifestyle ბრენდთან ჩვენ გვქონდა საუბარი, მაგრამ ყველაზე უფრო აი როგორ ვთქვათ, ადვილად უფრო აი ურთიერთგაგების მხრივ განვითარდა ჩვენი ურთიერთობა, საკმაოდ ბევრი ხანი დაგვჭირდა რა თქმა უნდა ამ პირობების გარკვევაზე, მაგრამ დღეს უკვე როგორც ხედავთ კონცეფცია შედგა და ჩვენი შენობა დაიბრენდა, ის იქნება ტონინო Lamborghini Tower ბათუმი. კი, აი მაგ მინდოდა მეკითხა ამას და საკოლექციო ტიპის უძრავ ქონებად დაიბრენდა, ასე გამოდის. და ასე უწოდებენ და რა იგულისხმება? მოგეხსენებათ რომ ეს lifestyle ბრენდი არ არის მასიურად გამოყენებადი, მსოფლიოში დღესდღეობით არსებობს მხოლოდ 4 შენობა, რომელიც ფუნქციონირებს ამ ბრენდის ქვეშ და ის არის საკმაოდ გამორჩეული, დახვეწილი დიზაინით, იტალიური სტილით და მეხუთე შენობა იქნება ჩვენთან ბათუმში. და ეს მე მგონი სერიოზული მიღწევა არის. სხვათა შორის ამ მიღწევას რომ ცოტა გლობალურად შევაფასოთ, ეს მარტო ბიზნეს პროექტი მე მგონი არ არის. ეს არის ერთგვარი კულტურული განაცხადიც, იმიტომ რომ ამ ქალაქისთვის ამ ხელასახელთან დაკავშირება და ის ყველაფერი რაც შემდეგ დაგეგვილია, სულ სხვა მასშტაბია, ვიდრე უბრალოდ ერთი ახალი ბიზნეს პროექტი, არა? დიახ, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი კონცეფცია ყოფილიყო გარკვეულწილად ხელოვნებისა და ინჟინერიის ნაზავი. და გვინდოდა რომ გამორჩეული ბრენდის ყოფილიყო, ეს არა მხოლოდ ეს ბრენდი არა მხოლოდ ავტომობილების მემკვიდრეობას უკავშირდება, მათ აქვს ძალიან დახვეწილი უნიკალური ავეჯის და მოპრიკეთების მასალების წარმოების ხაზი და აქვს თავისი ფილოსოფია lifestyle ბრენდის მართვის და ჩვენ ეს ყველაფერი გვინდა დავნერგოთ ჩვენს პროექტში. როგორი იყო თვითონ ბატონი ტონინოს რეაქცია ანუ ამ პროექტზე და ბათუმთან დაკავშირებით რას ფიქრობს როგორი არის სიუჟეტში აღნიშნა რომ არ ვიცოდი აქამდე არაფერიო საქართველოსში სამწუხაროდ ახლა ყველაფერი იცის კი ცოტა მომზადებული ჩამოვიდა რაღაცები უკვე წაკითხული ქონდა მაგრამ მას შემდეგ რაც ბათუმში პირველი ყველაზე ისეთი შთამბეჭდავი მომენტი იყო გონიოს ციხეში რომ მივიყვანე რომ ნახა რომ იმპერატორი ადრიანი ხელდასმით მოხდა მისი აგება თავის დროზე და აი ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჯერ კიდე ჩვენ რომთან მქონდა ურთიერთობა, აღტაცებულები იყვნენ და აი საერთოდ ზოგადად ჩვენი მენტალური მსგავსებაც ბევრჯერა სტუმარ-მასპინძლობა ამებს ყოფილ სცენაზე თვლიდა ბოდიში. La familia, აი ოჯახის აი ჩვენი მიდგომა, ღირებულებების სიწმინდე მათთვისაც ძალიან ახლო არის და ეს არის ერთ-ერთი რომელიც ესე ადვილად გვაკავშირებს ჩვენ ერთმანეთს. და სხვათა შორის ახლა ბატონმა ფრიდონმა აღნიშნა
შეინიშნა ესო ლა ფამილია და ოჯახი, მთელი ოჯახით იყო ჩამოსული სცენაზე, ყველა ამოვიდა, ყველამ სათითაოდ თქვა სიტყვა, შემდეგ მისმა არაჩვეულებრივმა ძალიან ლამაზმა ქალიშვილმა ჟინევრამ იმღერა ასევე იტალიურად და მოკლედ აღფრთოვანებულები იყვნენ ამ ჩვენი ქართული კულტურით და რა თქმა უნდა სამზარეულოთი. სამზარეულო ხო იტალიელი. არა ნაკლებ მნიშვნელობისაა სამზარეულო. კიდე რაღაცა სულ პარალელების გავლება იყო, სულ პარალელების გავლება, რომ აი ქართველები და იტალიელები რაღაცა მოძმეერი ვართო. და რაღაცა ხასიათები არის მსგავსებები. იცით რა მინდა ვიკითხო, ქვეყნისთვის საერთო მასშტაბში, ქვეყნისთვის რო შევხედოთ, საერთო იმიჯისთვის რო ასეთი ბრენდი თანამშრომლობს ბათუმთან არის ესეთი სამომავლო გეგმები და პერსპექტივები გამოხატული. აი ეს როგორ ფიქრობთ, როგორ აისახება საერთო ნაწილში ეკონომიკის განვითარებასთან ერთად? სოფლიოში მხოლოდ 4 კონცეფცია ამ ბრენდის და მეხუთე გვექნება ჩვენ ეს ნამდვილად სერიოზული განაცხადი. ძალიან ლიმიტირებულია ლამბორგინისთვის 4 პარტნიორი. კი, ამათ არ აქვს ისეთი მიდგომა, რომ აი რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ, რაც შეიძლება ბევრი იყოს, ძალიან გამორჩეულები არიან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენს კონცეფციას ეს დაუმკვიდრებს სერიოზულ მნიშვნელოვან ადგილს გლობალურ რუკაზე და ალბათ ჩვენი ქვეყნის და რეგიონის დეველოპმენტში რაღაც ახალი სტანდარტის დასახვის მომენტი იქნება. ძალიან საინტერესო არის ვადებიც მაინტერესებდა როგორ იქნება არა, როდის დასრულდება ეს პროექტი? სავარაუდო თარიღები თუ არსებობს? ჩვენ გვინდა და აუცილებლად გავხსნით ამას 2030 წლის დეკემბერში საახალწლოდ და აუცილებლად მოგიწევთ დაპატიჟებ პერიოდი აღებული ესე იგი. ანუ თაუერია ისეთია რომ დიდია 126,000 კვადრატული მეტრია, 66 სართული და ამ ყველაფერს განხორციელება და ვიზა იქნება გაწვრილი, ანუ აი ვინი შეიძენს თქვენ წარმოიდგინეთ არის ჯგუფი ინვესტორების, ესეც მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, ევროპული, ამერიკული წარმოშობის პორტფელიური ინვესტორების, რომელიც ელოდებიან მსგავსი კონცეფციის პროექტებს, რომ ინვესტიცია განახორციელონ და ესეც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენს რეალობაში საქართველოში, რომ ეს ხალხი ჩამოვა და ინვესტიციას განახორციელებს, ეკნებათ ემოციური კავშირი ჩვენს კონცეფციასთან, ბრენდთან და გარკვეულწილად ვინც შეიძენ ჩვენთან უძრავ ქონებას, ერთგვარი დახვეწილი აპარტამენტი, საცხოვრებელი სახლი, ოფისი, ანუ რა ფუნქციური დაკავშირება მულტიფუნქციური არის. შენობაში გვაქვს როგორც სავაჭრო ტერიტორია ფართები, გვაქვს 5 სართული არის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, ტონინო ლამბორგინი ლაიფსტაილი. არის აპარტამენტები ბრენდირებული, არის რესტორნის ტერიტორია, სადაც გვეყოლება მიშლენის მზარეულები, რომელსაც ჩვენი პარტნიორები გვირჩევენ. ასევე გვაქვს ბოლო 5 სართული პენტჰაუსები, გვაქვს 3 ღია ბასეინი, 1 დახურული ბასეინი, ერთ შენობაში, საკმაოდ გათვლილი თაუერია რა, ბევრ რაღაცების მომცველი და ძალიან საინტერესოა და ზოგადად ეს კუნძული წარმოიდგინეთ, ეხლა შუაშავ ზღვაში იქნება კუნძული, რომ და დავიმსგავსებით ამითი რაღაც სხვადასხვა ისეთ ქვეყნებს, სადაც კუნძულებზე აშენებენ უკვე თაუერებს და სხვადასხვა დაწესებულებებს. ძალიან საინტერესო იყო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ესეთი ამის გაზიარება. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არის და წარმატება ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში თქვენ. მადლობა.